გამარჯობა გია. გამარჯობა. როგორ ახართ? რა ვიცი, როგორ ვიქნები? მადლობთ. გია, ეხლა ჩემი ზარი არის შედარებით განსხვავებული, ალბათ იმ ყველა ძალიან ბევრ ზართან. მალიო გია გესმის? მესმის. პირველ რიგში მინდა ასეთ ცოტა იუმორით მიუდგეთ, მინდა სანაძლევ დაგიდველ გია, იმასთან დაკავშირებით, რომ მიშა არ წავა. მე და მინდა სანაძლეო? კი ბატონო, იუმორიო. იუმორით უდგებით ვერ დავიდე. ო, ნამდვილ სანაძლეო უნდა დაგიდო. ხო. თუ ხარ ამაზე თანახმა. მე დადებული მაქვს უკვე სანაძლეო. იყოს მეორე, შემოვდივარ. კი ბატონო, რამდენიც გინდათ? აჰა, კარგია. ეხლა მე მინდა ვისაუბრო განსხვავებულ თემაზე, რომელიც საერთოდ როგორც მე ვაკვირდები, საერთოდ არ გიხსენებიათ თქვენ. ნიშა წასულია უკვე ისე რომ იცოდეთ. კარგი. ეს შეეხება მიტინგზე, რამდენიმე დღეს წინ მოხდა ასეთი ფაქტი, როდესაც ერთი ახალგაზრდა სტუდენტი ავიდა სცენაზე და თავისი განსხვავებული აზრი დააფიქსირა. მოხდა ძალიან სამწუხარო რაღაცა, როდესაც ამ სტუდენტს ეცადნენ რომ შეაწყვეტინეს ეს აზრი და შემდეგ რომ ეს ადამიანი ჩამოვიდა, მას რაღაც საქმის გარჩევა დაუწყეს. ეს იყო ჩემი აზრით ძალიან ცუდი შემთხვევა. ეს ადამიანები ვინც მართავენ მე არ ვიცი რა შემთხვევაზე მე ვიცი გეტყვი. ეს ადამიანები ვინც მართავენ აქციას ამ ხალხმა ესენი ჩვენ გვპირდებიან რომ მომავალში უნდა დაიცვათ ჩვენი სიტყვის თავისუფლება. უკაცრავ ცემ მესის ბიჭი? ბატონო? ცემ მესის ბიჭი. არა, მას როგორც მე ვაკვირდებოდი, რაღაც NGO-ს ხალხი ჩაერია და მათ გაიყვანეს ეს ადამიანი. და ცემ ეს თუ იცით არც ამეს, მაგრამ სიტყვერად საკმაოდ ყვახესაუბარი ქონდა და ასევე ესე იგი არ შეუგინებიათ, ხო? მე რაზე ვლაპარაკობ? რაზე ვლაპარაკობ? იმაზე ვლაპარაკობ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე არის მიღბიანი ხალხი ურტყავს და რა მაგალითი მოგყავთ? ადამიანმა, რომელიც განსხვავებული აზრი გამოთქვა, დაუსწინეს. არა, ერთი წუთი არ გახვიდეთ რა, შეგეკამათებით უბრალოდ. გაიყვანეს გაიყვანეს, დაუსწინეს, გასაგები რა, მიტინგზე ბევრს უსწრებენ და შეაწყვეტინეს, რა უქნათ ახლა, შეაწყვეტინეს, იმიტომ რომ შეიძლება ვინმეს ვერ მოეთმინა და რაღაცა შეაწყვეტინეს ერთია და ტერორისტები და მიღბიანი ადამიანები რომ გითვალთვალებენ, გამოგეკიდებიან, მანქანას დაგიწვავენ და იმ სიტყვის თავისუფლებაზე, რომელსაც ჩვენი ხალხი გვპირდებიან, რომელსაც სიტყვის თავისუფლება კი არა, სიცოცხლის თავისუფლებაზეა ლაპარაკი, გოგონი. ისე ბატონია, მე ხა სულ სხვა რაღაცაზე ვსაუბრობ. ძალიან საინტერესო მოხდა. დიახ, ისმე. ანუ მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ამ ადამიანის განსხვავებული აზრი სცენაზევე შეაწყვეტინეს, შემდეგ ჩამოვიდა. მაგასაც თვითონ რამდენიმე ეს ადამიანები, ვინც ტრიბუნაზე იდგა, მივიდნენ მასთან, შემდეგ ჩაერივნენ აქ ეს NGO-ს ხალხი. ნუ ამას მე საკუთარი თვალით უყურე გამიგეთ, გაიყვანეს. შემდეგ რა გნება? შემდეგ ის მინდა ზუსტად აი გია თქვენთან მექნება კიდე ასეთი პატარა რჩევა, რა ზუსტად ის განსხვავებული აზრი, რომელიც თქვენ ახლა ჩემგან გესმით, ან თქვენ გესმით იმ ადამიანებისგან, ვინც რეკავენ. ძალიან ნერვიულად იღებთ თქვენ ამას. ნერვიულად არა, ნერვიულად. კი ბატონო, ნერვიულად, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ მისთვის მე რასაც გულისხმობდი. მე გეჭირეთ, თუ მომისმენთ ახლა მე და მეც მათქმევი. კი ბატონო, როგორ დავამთავრებ, კარგით? კარგი. ხო და ჩემი რჩევა იქნება რომ რაღაც უფრო ღირსეულად მიიღოთ ეს აზრი. ხა თქვენ მე არ დამობელოთ, თქო მე არავის პარტიაში არა ვარ, არავის აქტივისტი არა ვარ. ხო, აი ძალიან ხო ეს მომენტი გამორიცხეთ და იქიდან გამომდინარე მე საუბრე და გარდა მაგისა კიდე ერთი საკითხება, თქო ხა თქვენ დაამთავრეთ, ის თქვა გინდოდა. კარგი, დავამთავრებ. თქვენ თუ იცით მე რო ვარ რადიო უცნობის დამფუძნებელი. ალო აღარ არის ხაზე? მოკლედ